ეს არის ახლა ატვეპეში ქალაქში გაცემულება. სადაც იმიგრანტები მოვიდიან. ადგებია რიგში აგერ იცებს ტაბლო თავის ნომერს. მივოდა ერთვის მინდა სწავლა ფლამანდიური ენის. ამიტომ ატვეპელი ფლამანდიური ხარია. აქ არის ოთახები, სასწავლო კაბინეტები და სწავლობენ ყოფეს უფასოდ დაგისხავენ. გასავლიან და თანხას ფრიანად ფარგავს ბელგიური სახელმწიფო. აი თანხას, სწავლის თანხას, თავის მასევლები, თავის ყველაფრის, რვეული წიგნი, პასტი, რამეით ყველაფერს ხარჯავს ბელგიური სახელმწიფო, რათა ემიგრანტების ინტეგრაცია მოახერხოს თავის საზოგადოებაში, თავის ქვეყანაში. აი ახლა მე მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა ქართულ ხელისუფლებას. ამდენი ემიგრანტი რომ მიიღე გააკეთე ამის ტრაკი ასეთი უზრუნველყოფა გააკეთო და ემიგრანტებს ასწავლო ქართული აი გააკეთე ამის ტრაკი ერთი გეკითხებით რა ქართული ხელისუფლება ასე უპრაგნოთ გააღე ჭიშკარი და იღებს ყველას და კიდევ ერთხელ დავამატებ კიდევ ერთხელ ჩვენ რაღაცნაირი ჰერი ვართ და იგის ვერ მოახერხე საუკუნეებია ცხოვრობენ ჩვენ აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა და მათ ვერ ვასწავლეთ ქართული ენა. ნუ რაღაც ნაცის მოსახლეობის რაღაც ნაცის აი ეს ვერ მოახერხეთ და ახლა წარმოიდგინეთ არაბი, ინდოელი და რუსი როგორ ისწავლის ქართულს. ნუ ახლა ეს სხაპარია და მეტი არაფერი გვაქვს ჩვენ ამის ტრაგედიის შეხედვით როგორ ორგანიზებული და როგორც ცდილობს რომ ინტეგრაცია მოახდინოს ემიგრაციის და არ გააწვიოს ძიმე ტვირთად და ეგენი არიან შეშფოთებული ემიგრაციის რაოდენობა და ჩვენ ნუ არ ვიცი ვიფიქროთ ქართველო ერობა კარგად მზადდებოდეთ